კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 4-ზე, მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ასანის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი დახვდა. ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მთავრობის მეთაური და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ამ წუთებში კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელშიც ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობენ. ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება. ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე გვერდდება თემის დეტალებით ასტანიდან პირდაპირ ეთერში გისმენთ. ქართული მედია ახლა ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში, ანუ პრეზიდენტის სასახლეში ვიმყოფებით, სადაც გაიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი კობახიძეს უმასპინძლა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომართ ტოკაევმა. ამის შემდეგ უკვე გაჟღერდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც უკვე მათ გადაინაცვლეს პირისპირ ფორმატში შეხვედრაზე. გარდა ამისა, დაგეგმილი არის გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რომელსაც ორივე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გაფორმდება არაერთი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროებს შორის. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს საქართველოს დელეგაციას, მათ შორის მთავრობის მეთაური ვიზიტის ფარგლებში მის ყაზახ კოლეგას შეხვდება, რაც შეეხება ახლა თავად ვიზიტს თავის შინაარსით. როგორც მოგახსენებათ, ორ ქვეყანას შორის არსებობს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა და როგორც ვიზიტში მყოფმა დელეგაციის წევრებმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განმარტეს, აღნიშნულ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება, რადგან ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პარტნიორული ურთიერთობები ახალ იმპულსს შეიძენს. ნუცა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს 10-ვე რეგიონში ჩატარებული კონფერენციების შემდეგ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია შემაჯამებელ ღონისძიებას დღეს თბილისში გამართავს. ახალგაზრდების მხარდაჭერა, მომავალი თაობების იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ღია დიალოგის გაძლიერება. სწორედ ეს არის ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციისა და იმ კონფერენციის მიზანი, რომელიც საქართველოში 28 მარტიდან დაიწყო. შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მათი იდეები, მათი აზრების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი და ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი შედგა. მადლობა მინდა უთხრა მათ თვითონ მათგანს დასწრებისთვის, აქტიურობისთვის, მსჯელობისთვის და მე ვფიქრობ, დღეს გამორჩეული შეხვედრა გვექნება თბილისში, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით, საქართველოს დედაქალაქია, ჩვენი ქვეყნის გულია და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად და შთამბეჭდავად ჩაივილი შეხვედრა. რა თქმა უნდა, გვექნება კითხვა-პასუხის რეჟიმში და მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო აზრებს და იდეებს მოვისმენთ მათგან. ამ კონფერენციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი სწორედ გახლდათ ის, რომ არ იყოს პოლარიზაცია ახალგაზრდებს შორის და ახალგაზრდებს ჰქონდეს სივრცე საიმისოდ, რომ გაუცოლოთ იდეები, თუნდაც ეს იყოს კრიტიკული პოზიციები. აღსანიშნავია, რომ თბილისი არის აქტიური ახალგაზრდული პროექტების მიმართულებით. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მხარს უჭერთ როგორც სპორტულ ღონისძიებებს, ასევე წარჩინებულ ახალგაზრდებს, სწავლის დაფინანსებისა და სხვადასხვა შეღავათების მიმართულებით. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ღონისძიებას, რომ მოვისმინოთ კიდევ რა გამოწვევები რჩება აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და რა იდეების განხორციელებას ისურვებდნენ ისინი ჩვენ სამომავლო საქმიანობაში. საქართველოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ს ხდომას მასპინძლობს. ფორუმზე, რომლის მთავარ თემას ხელოვნური ინტელექტის როლი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით ინოვაცია, დაკავშირებადობა და მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში წარმოადგენს. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 100-ზე მეტი დელეგატი მოხსენებებს განიხილავს და შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. ხალხი უკვე შედგება თავად ასამბლეა, სადაც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, დელეგაციების ნაწილი უკვე ჩამოსული არის და დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, უმასპინძლოთ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში ძალიან აქტიური იყო ასამბლეა, მათ შორის მეც როგორც პრეზიდენტს ასამბლეისა მომიწია რამდენიმე ღონისძიებაში ასამბლეის სახელით მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ ამით გარკვეულწილად გავააქტიურებთ, გავამდიდრებთ ასამბლეის მუშაობა.
შემდეგ ეტაპზე უკვე საბერძნეთს გადავცემთ ასამბლეის თავმჯდომარეობას. ჩვენი ქვეყანა მასპინძლობს თავმჯდომარის რანგში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალურ ასამბლეას, რომელიც რიგით 77-ია და ტარდება საქართველოში. ჩვენ ვართ მასპინძლები, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან სასიხარულოა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება ამ შემთხვევაში გენერალურ ასამბლეაზე. მთავარი საკითხი არის ხელოვნური ინტელექტი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა სესიებში ჩვენი მხარე. თავმჯდომარეობის პერიოდში თქვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იმუშავა. როგორც საბერძნეთის წარმომადგენლებმა და პაპსეკის ვიცე-პრეზიდენტმა მინდა პატივისცემა გამოვხატო ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ. აქ ჩვენ საუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია. შემდეგი სამიტი უკვე ათენში გაიმართება. მოუთმელოდ ველი ჩემს კოლეგებს საქართველოდან საბერძნეთში. ბრძოლა სიძულვილის სენის წინააღმდეგ და ახალი სამმართველოს მიერ გამოვლენილი კიდევ რამდენიმე კანონდარღვევა. სასამართლოებში ადმინისტრაციული საქმეების განხილვები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე კანონდარღვევა ცნო თამარ გიორგაძე, რომელსაც 3,000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული დადგენილებების საფუძველზე სხვა დროს წყევლა ნამდვილად შეფასებულა სიტყვიერ შეურაცხყოფად და ამაზე არაერთი გადაწყვეტილება არსებობს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სასამართლომ სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვინაიდან რადგანაც მან დაადასტურა სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა, დაადასტურა, რომ ქალბატონი თამარის მხრიდან ჰქონდა 176 მუხლის შემადგენლობას. რაც შეეხება სახთელის სახედ, მან განსაზღვრა ჯარიმა 3,000 ლარის ოდენობით. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის სენის გამოვლენის კიდევ ერთი ფაქტი განიხილა. გიორგი სარაჯიშვილი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა გოგი წულაიას სამართალ დამღვრევად ცნო. სარაჯიშვილის სხდომას ესწრებოდა, მან კომენტარის ავთენტურობა დაადასტურა და ჩადენილი ქმედება მოინანია. მოსამართლემ გიორგი სარაჯიშვილს 1,500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. გიორგი სარაჯიშვილის მიმართ სამართალდარღვევის საქმე შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 176 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან და რადგანაც მან საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელში, Facebook-ზე შეურაცხყოფა მიაყენა ბატონ გიორგი წულაიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით აღნიშნული პიროვნება ცნობილი იქნა სამართალდარღვევად და სახთელის სახით შეეფარდა 1,500 ლარი. სიძულვილის სენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე შექმნილი სამმართველოს ამოქმედებიდან დღემდე სამმართველოებმა სიძულვილისა და შეურაცხყოფელი შინაარსის შემცველი უკვე 130-ზე მეტი საქმე განიხილა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მნიშვნელოვანია ეს გამოწვევა დაძლეული იყოს და ის ძალები, რომლებიც სიძულვილს ამკვიდრებენ, დისკუსიას დაუბრუნდნენ. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით ქვეყანაში სიძულვილის წყაროები ხშირ შემთხვევაში არიან ადამიანები, რომლებიც პროევროპელობას იბრალებენ, ამით კი თავად ევროკავშირის რეპუტაცია ზიანდება. როდესაც მანძღვაგინებაზე არის გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ იძრულნება ყოველგვარი ღია დისკუსია. დღეს სიძულვილი ასოცირებულია ქართველების თვალში პროევროპულობასთან და ხედავთ ჩვენ, რომ ისინი, ვინც იბრალებენ პროევროპულობას, სწორედ ისინი არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოციმედიაში და არა მხოლოდ. ამიტომ რაც ზიანდება, ამით არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ასე რომ თუ კი ევროკავშირს არ უნდა რომ კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლაძღვაგინებასთან და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, რომ ევროკავშირიც უნდა იყოს გულშემატკივარი ამ წამოწყებისა, რაც საბოლოო ჯამში აიძულებს ეგრეთ წოდებულ პროევროპულ ძალებს დაუბრუნდნენ ცდილობიან უხამსობის გარეშე რიტორიკას. ნიკოლ ფაშინიანმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით დელეგაციას უმასპინძლა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანი ირანული მხარის ვიზიტს მიესალმება და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცების მნიშვნელობას. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ირანთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა მიუღებელია, თუმცა, როდესაც პარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებმა კითხვა ნიკოლ ფაშინიანისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ დაუსვეს, პასუხი შეცვალა და თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. ქართული ოცნებისთვის ოპოზიციისა და მათი უცხოელი მოკავშირეების მიდგომები ორმაგი სტანდარტის მორიგი გამოვლინებაა. მართლ პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის შესაბამისად საკუთარი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ხელისუფლების ოპონენტები კი ფარსით არიან დაკავებულები.
ირანთან ურთიერთობები საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გახლავთ ამ რეჟიმთან ირანის ამ ეტაპზე მით უმეტეს და გასული წლების მანძილზე ძალიან დიდი საფრთხის შემცველი შეუძლებელია მათ აღრმა პარტნიორობა არ იყოს საფრთხის შემცველი მათ შორის სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. გასაგებია ხა უშუალო მეზობლები არიან და მათ შორის სხვა ტიპის ურთიერთობებიც არსებობს. იქ ხა სხვა სპეციფიკა არის ურთიერთობების, ჩვენ რა თქმა უნდა სხვა სპეციფიკა გვაქვს. სხვა ქვეყნების შემთხვევაში რომელიც იგივე რეგიონში არიან, იგივე ზომის, იგივე გეგმების თუ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ქვეყნები არიან, ამ შემთხვევაში რაიმე პრეტენზია არ გვესმის და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომელიც არის სული ფარსი, რაც გვესმის ხოლმე ჯო ვილსონის მსგავსი პოლიტიკოსებისგან, რაღაც პროირანულობის და ასე შემდეგ დაბრუნების მხრივ. ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, რომ საგარეო ურთიერთობები მან უნდა აწარმოოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამას აკეთებს სომხეთი, ამას აკეთებს აზერბაიჯანი, ყველა ქვეყანა ჩვენს რეგიონში და ამას აკეთებს საქართველო. და საქართველო ნამდვილად არის არ შეეკითხება საკუთარი საგარეო ურთიერთობებში ეროვნული ინტერესები როგორ უნდა წამოწიოს. რეგიონის ქვეყანა, მეზობელი ქვეყანაა და ყველა იმ დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში და ჭრილში საკუთარ როლს ასრულებს. ახლა სომხეთში თუ ჩავიდა ირანის დელეგაცია და რაზე ხდება ახლა სომხეთთან მოლაპარაკება, მაგას მე ვერანაირად ვერ გეტყვით, მაგრამ ორმაგი სტანდარტი არის სახელზე. სურთ დაინახავენ, არ სურთ დაინახონ, ელემენტარულად აიფარებენ თვალებზე ხელს და გააკეთებენ იმას, რაც რისი სურვილიც გააჩნია. მაგალითად საქართველოსთან შემთხვევაში უნდა თავდასხმა ქართულ ხალხზე, უნდათ თეთრი შავად, ხოლო შავის თეთრად მონათვლა, ამას აკეთებენ. არ სურთ ამის გაკეთება, შეიკავებენ თავს. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რის გამოც არის სწორედ ევროსკეპტიციზმის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში. პრეზიდენტი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. მიხაილ ყაველაშვილმა ბექადოლს ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორის წევრი აირჩიეს. არჩევა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრი ქუთაისის რაიონული პროკურორი გიორგი ლანჩავა გახდა. ღონისძიება გენერალურმა პროკურორმა გახსნა გიორგი კვარაკიძემ სიტყვით გამოსვლის უწყების საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს პროკურატურას კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება შეეძინა, როგორიც არის გადაწყვეტილების გუნდურად მიღების კულტურა და უმრავლესობის ნების აღსრულება. კვლავ გვიწევს არჩევანის გაკეთება ძლიერ კონკურენტებს შორის. რაც უდაოდ საიმედო. მათ არაერთი წელი აკავშირებთ პროკურატურასთან, მრავალგზის დაუმტკიცებიათ პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. საარჩევნო კონკურენცია მათ შორის რა თქმა უნდა პირობითია და ძალთა თანაფარდობაც თანაბარია. დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობის არჩევანი იქნება სწორი და სასარგებლო საპროკურორო საბჭოს და ჩვენი საერთო მომავლისთვის. საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევის მიზნით გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა პროკურორთა კონფერენცია. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი იქნა 3 კანდიდატი და დღევანდელი არჩევნების შედეგად გამარჯვებული იქნა გიორგი ლანჩავა. გიორგი ლანჩავა მრავალი წელია პროკურატურის სისტემაში მუშაობს და მათ შორის არაერთი წელია, რაც მენეჯერულ პოზიციას იკავებს. აქედან გამომდინარე, იგი საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტური კადრი გახლავთ. გაიმართა საპროკურორო საბჭოს არჩევნები. საპროკურორო საბჭოს როლი უმნიშვნელოვანესია პროკურატურის განვითარებისათვის. მინდა მადლობა უთხრა ყველა პროკურორსა და გამომძიებელს გამოცხადებული ნდობისათვის და მაქსიმალურად შევეცდები ყველა მათგანის ინტერესი გათვალისწინებული იქნეს საპროკურორო საბჭოს საქმიანობის პროცესში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოს დაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივ მოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გენერალური პროკურატურისა და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დღეს განადგურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენების საფუძველზე ამოღებული რამდენიმე ასეული კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება
და ამასთან მოგახსენეთ, რომ საქართველოს პროკურატურას აქვს საკმაოდ მკაცრი სისხლის ამახლის პოლიტიკა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციაში და რეალიზაციაში ჩართული პირების მიმართ, რაც საომალოდაც გაგრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაანადგურა 694 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება. აღნიშნული პროცესი წარიმართა გარემოს დაცვითი ღონისძიებების სრული დაცვა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის ასევე რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის 1 კილოგრამამდე MDMA, 9 კილოგრამამდე ალფა-PVP და მეფედრონი, კოკაინი, მეტადონი, LSD და კეტამინი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის ურბანული ტყე საქველმოქმედო ფონდ ქართულს დაფინანსებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა. უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდე ტერიტორია, დარგულია 700.000-მდე ნერგი. განახლებულია 45 კვადრატულ მეტრამდე კილომეტრამდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის მოეწყო 20 კილომეტრამდე ახალი ბილიკი. რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, ძელსკამები, გადმოსახედები, ფანჩატურები, თავშესაფრები და ფრინველზე დაკვირვების ქოხი. პროექტის ფარგლებში ასევე გამოყენებულია ფრინველების ბუნებაში დაბრუნებისა და გამრავლების უნიკალური მეთოდი. ამოქმედდება სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ვიზიტორებს კოორდინაციაში დაეხმარება. თბილისის ურბანული ტყის პროექტის ფარგლებში გამწვანების მორგი აქცია და შემეცნებითი ტური მოეწყო. თავარი არსი რაც იყო აი ამ ჩვენი პროექტის, ეს არის ველურ ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო თბილისთან 5 წუთში სავალში. და ეს წესით უკვე მიღწეული არის და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რო გეკითხებიან აი პროექტი როდის სრულდება, ეს პროექტი არასდროს არ სრულდება. ეს არის მუდმივად გამძობი პროექტი, რომელიც ყოველთვის უნდა განვითარდეს. იმ ტექნოლოგიები და ისინიც გამოყენებული უნდა იქნას, მაგრამ ამავე დროს ამ პროექტის თავარი არსი ის არის, რომ ბუნებასთან სიახლოვეს მაქსიმალურად ვინარჩუნებთ. მინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რა გააკეთა საქველმოქმედო ფონდმა ქართულ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა მის ოჯახთან ერთად დაახლოებით 700.000 ახალი ხემცენარე დაირგა. ეს იმასთან ერთად რომ ძალიან კარგია ეკოლოგიის თვალსაზრისით, ასევე დედაქალაქის გეოდინამიკას უფრო მყარს გახდის და დაიცავს ჩვენს ქალაქს მეწყერსაშიში ზონებისგან და მე მინდა თითოეულ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებელს უთხრა, რომ დაახლოებით დედაქალაქის ხმაურიანი ადგილებიდან 15 წუთში შეძლებენ რომ აი ამ ბუნებრივი რელიეფით დატკბნენ, ამოიყვანონ თავიანთი შვილები და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს პროცესი გაგრძელდება კიდევ და რა შედეგებს მოიტანს და როგორი აისახება ჩვენ დედაქალაქზე, მე მგონი ყველასთვის თვალსაჩინო და ნათელია. არის საოცარი ადგილი, რომელიც ვთვლი რომ ყველა თბილისელმა უნდა ნახოს, იმიტომ რომ თბილისიდან ზუსტად 10 წუთში შეგიძლია აღმოხვიდე და აღმოჩნდების სივრცეში, რომელსაც ვერ წარმოიდგენთ თუ არსებობს დღეს შენ დედაქალაქში. ეს არის პროექტი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკვე და დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თბილისის მაცხოვრებლებისთვის, რადგან შეძლებენ თავისუფალ გარემოში რეკრეაციულ სივრცეში ამოვიდნენ, გაატარონ დრო სასიამოვნოდ და შეიგრძნონ ის გარემო, რომელიც დღეს აქ ფონდმა ქართულს შექმნა. განათლების მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტში წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია. გივი მიქანაძისა და ზურა პატრაძეს მეუფე სპირიდონმა უმასპინძლა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა გააცნო. აღნიშნა, რომ სასწავლებელი სტუდენტებს თანამედროვე აკადემიურ საგანმანათლებლო გარემოს თავაზობს, სადაც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიის დაუფლება და კვალიფიკაციის ამაღლებაა შესაძლებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ მოსახლეობას, მისცეს ცოდნა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით და შესაბამისად ხელი შეუწყოს სოფლის და რეგიონის განვითარებას. მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით, ხალთის ეპისკოპოსის ხელმძღვანელობით აქ მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც შეიძლება უწოდოთ ეროვნულად მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ საზოგადოების და მოსახლეობის ინტერესებზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პროცესი არის და მნიშვნელოვანი არის, როდესაც ასეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები ეწევიან საზოგადოებაში როგორც განათლების, ასევე იმ ღირებულებითი ნაწილის გადაცემას
ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის ასე მნიშვნელოვანია. საქართველოს განათლების მინისტრთან ბატონ გივი მიქანაძესთან ერთად ვიმყოფებით მაღალმთიან აჭარაში. ვიმყოფებით უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურის დასახლებაში, მეუფე სპირიდონთან. ჩვენი უმთავრესი ინტერესი არის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი მთა, რაც შეიძლება მეტი დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლები, ახალგაზრდები, სტუდენტები. ეს ყოველდღიური ინფორმაცია 4-ზე ამით გემშვიდობებით და ელოჯიჩიცას დღის ფლავრის სახერების შესახებ ანაშორდია ფურცლად მოგიყვება. წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ ასე მარკეტერცით.